ხალდე, ბრძოლაში გმირულად დაცემული სოფელი. მე-19 საუკუნეში მეფის რუსეთის მმართველობამ სვანეთში მიწაზე ახალი გადასახადის შემოღება განიზრახა. უკმაყოფილება მღელვარებაში და ბოლოს აჯანყებაში გადაიზარდა. 1875 წლის ივნისში ბალზემო სვანეთიდან 2000-მდე შეიარაღებულმა მამაკაცმა შალიანის ხატზე სვანური წესით დაიფიცა. თუ მეფის რუსეთი უკან არ დაიხევდა, სვანები სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლებდნენ. ქუთაისის გუბერნატორთან მოსალაპარაკებლად მისული მღელვარების 13 მოთავე დააპატიმრეს, 3-ზე ძებნა გამოაცხადეს. 1 წლის მანძილზე დაპატიმრებულები დაიხოცნენ. ძებნილებიდან 2 ხალდედან იყო, სოფელს ჯარი და მილიცია მიადგა. ხალდელებისგან გურმაჩ გასვიანისა და ჩარგას ჯოხაძის გაცემა მოითხოვეს. მოსალაპარაკებლად გამოსული გეგი და გივარდ გასვიანები ხიშტებზე წამოაგეს, რასაც გასვიანების კოშკიდან ცეცხლის გახსნა მოხვა. ცაგერის მაზრის უფროსი გრინევსკი ბეჩოს ბოქაულთან და ჯარისკაცებთან ერთად ხალდელებმა ტყვედ ჩაიგდეს და სიკვდილით დასაჯეს. ამ დროს ხალდეში 19 კომლი და 35 ბრძოლის უნარიანი მამაკაცი ცხოვრობდა. აქედან 19 გასვიანი იყო, 7 ჩოფლიანი, 6 ჯოხაძე და 3 ჩეგიანი. ხალდელებმა შალიანის ხატზე დადებულ ფიცს ბოლომდე უერთგულეს. მეფის ნაცვლის ბრძანებით სვანეთისკენ გენერალ ციტოვიჩის მეთაურობით 2400 კაციანი სამხედრო ექსპედიცია დაიძრა. ხალდეს სამხრეთით ქვემეხების მოედანი მოაწყვეს. ამ დროს ხალდელები 11 კოშკში იყვნენ გამაგრებულნი. ხალდესთან მიახლოება მხოლოდ 1876 წლის 25 აგვისტოს შეძლეს. სოფელი სამმა გალყაში მოაქციეს. 26-ში დილიდან ხალდე ცეცხლის ალში გაეხვა. უთანასწორო ბრძოლაში ხალდელებმა მტერს დიდი ზიანი მიაყენეს, მაგრამ ტყვია წამალი შემოელიათ. გენერალმა ციტოვიჩმა მეფის ნაცვალს უპატაკა. სოფელი ხალდე აღებული და მიწასთან გასწორებულია. აჯანყებულთა ნაწილი დაპატიმრებულია. ნაწილი მთებში გაიქცა. აჯანყების ბუდე ლიკვიდირებულია. რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე მეორის ბრძანებით ხალდეს სახელი გადაერქვა და იქ ცხოვრება აიგრძალა. გმირი წინაპრების შთამომავლები ამჟამად ნანგრევებად ქცეული შენობებისთვის პირვანდელი სახის დაბრუნებას და ხალდეს გაცოცხლებას ცდილობენ.